ცოტა ვსაუბრობთ იმაზე, რა სიტყვის პრეზიდენტი ამაღამ, მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია. ვინ მართავს ფრონტფერს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მეორე ბიჭი გამოძიების ქვეშაა ფულის შოვნასთან დაკავშირებით. ხო, პრეზიდენტის სიტყვას კითხულობს. ცხადია, მე ვიცი ამ ანგარიშის შესახებ, ისევე როგორც პრეზიდენტი უკვე ვესაუბრე მას ამაზე. მას ჯერა რომ ეს ძალიან სამწუხაროა და გულთრფელად რომ თქვათ სირცხვილია. ანგარიში ნახსენები პიროვნება თანამშრომლობს CFTC-სთან, მაგრამ ის გადაყვანილია ანაზღაურებად ჩვეულებაში. დღეს საღამოს ტელეპრომპტერის ოპერატორი გვეყოლება, რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იქნება ის, ვინც სტატიაშია ნახსენებით. დიდი მადლობა. Sky News-ის კითხვა. შემიძლია ირანზე გადავიდე თუ შეიძლება. და კონკრეტულად მანაპას სკოლაზე თავდასხმა. 120 ბავშვი მოვიდა. მათი 26 მასწავლებელიც წაიღო. Sky News-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული გამოძიება მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკული არმიის ტრაგიკული შეცდომა იყო. მას შეგიძლიათ ახსნათ, გთხოვთ, რატო ამბობს პრეზიდენტი განმეორებით, რომ ეს არ იყო ამერიკა, როცა სინამდვილეში ასე არ არის. ის ასევე ამბობს, რომ არც კი. და ანგარიში მე ვერ შევაფასებ Sky News-ის გამოძიებას მთელი პატივისცემით, რადგან არ წამიკითხავს. ყველაფერი, რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო, არის ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, რადგან მე მის სახელით ვსაუბრობ და გამოძიება გრძელდება. გირჩევთ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისთვის ომის დეპარტამენტს მიმართოთ. კალვა, შემიძლია დამატებითი კითხვა დავსვა, რა თქმა უნდა. უბრალოდ მინდა გავიგო. არაფერი იცვლება. უბრალოდ მინდა გავიგო, რატო ამბობს ის მუდმივად. ეს ჩვენ არ გავაკეთეთ. ეს ჩვენ არ ყოფილვართ. როცა ყველა მტკიცებულება და ფაქტობრივად წინასწარი ანგარიში და ჩვენ ვესაუბრეთ სამხედრო ინფორმატორს, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა. ეს არის პრეზიდენტის აზრი და ამავე დროს მან თქვა, რომ ომის დეპარტამენტი იძიებს ამ საქმეს. ჩვენ გადაგამისამართეთ მათთან ნებისმიერი გამოძიებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა ჯერ არ გამოქვეყნებულა. პრეზიდენტი ასე ფიქრობს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველთვის კეთილსინდისიერად მოქმედებენ და აბსოლუტურად არასოდეს იღებენ სამიზნედ სამოქალაქო პირებს ამ ბავშვებს. მეორე მხრივ ირანი, რომელიც კარგად არის ცნობილი იმით, რომ დიდი ხანია კლავს ქალებს, ბავშვებს და უდანაშაულოებს, ასე რომ თქვენ უნდა გაამახვილოთ ამაზე ყურადღება თქვენს რეპორტაჟში. მაქვს კითხვა სენატორ მაკონელის შესახებ, მაგრამ ჯერ ირანზე. პრეზიდენტმა ტრამპმა თითქმის ყოველ დღე ამ კვირაში ირანზე თავდასხმები დაამტკიცა. თქვენ და თეთრი სახლი მოლაპარაკებებს უფრო ჩიხში შესულად აღწერთ, თუ ფაქტობრივად სრულად დასრულებულად. ხარგი პრეზიდენტთან ამ თემაზე სულ რაღაც 1 საათის წინ ვისაუბრე. ირანი კვლავაც ბევრს საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გამოხატავს სურვილს ჩვენთან შეთანხმებას მიაღწიოს, რადგან ისინი განიცდიან დამაგრევალ დარტყმებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან. მიზეზი და ეს მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა ხალხმა გაიგოს, ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმების მიზეზი ისაა, რომ ირანმა დაარღვია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ჩვენ მათთან გავაფორმეთ. კერძოდ იმ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელშიც ისინი მოქმედებდნენ, მათ არ უნდა ესროლათ კომერციული გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადაადგილდებიან. სამწუხაროდ მათ მიიღეს ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომ ასე მოქცეულიყვნენ. და პრეზიდენტი ტრამპი არ დარჩება უქმად და არ დაუშვებს, რომ ეს ტერორისტული აქტები ჰორმუზის სრუტეში მოხდეს, ისე რომ ირანს არ მოჰყვეს შედეგები. სწორედ ამას ვხედავთ ახლა. შეგიძლიათ გითხრათ ცოტა რა მოხდა ბოლო საათში? ის მოლაპარაკებებით დაღლილი ჩანს? რატომ უნდა დაიჯეროს ამერიკელმა ხალხმა, რომ ირანთან ყველაფერი სხვანაირად იქნება? ეს ჯერ კიდევ ძალაშია ეხლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ უკვე დაარღვიეს შეთანხმება, ნახეთ, როგორ ცუდად იქცევიან ისინი. ეს მხოლოდ ამტკიცებს პრეზიდენტის საწვის პოზიციას, როცა მან დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა. ირანმა არასოდეს უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი. ზუსტად ამიტომ დაიწყო მან ოპერაცია ეპიკური რისხვა. მათ მძიმე დარტყმები მიიღეს როგორც არმიაში, ისე ეკონომიკაში. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა და მზადაა დიპლომატიისთვის. ის არის პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას და ალის მეშვეობით აღწევს. ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ საბოლოოდ ჩვენ გადავედით დიპლომატიურ ფაზაში ძირითადად. მაგრამ სამწუხაროდ ირანმა ეს დაარღვია. ისინი მაინც სურთ პრეზიდენტთან შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვესაუბრებით მათ, მაგრამ კიდევ ერთხელ პრეზიდენტი არ დაუშვებს, რომ ისინი ესროლონ გემებს სრუტეში და არ აგონ პასუხი ამისთვის და ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი საკითხია. ვფიქრობ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტმა დაამტკიცა არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ირანს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დავარტყათ. და მათი თავდაცვის უნარი პრაქტიკულად განეიტრალდა ამ პრეზიდენტის და ოპერაცია ეპიკური რისხვის წყალობით თავიდანვე. კაროლინა, შეგიძლია გააგრძელო. დიდი მადლობა, კეთილი იყო შენი მობრძანება. მადლობთ. ორი კითხვა მაქვს თქვენთვის. თუ შეიძლება, წავიკითხავ ორ კომენტარს. ერთს პრეზიდენტი ტრამპისგან და მეორეს ვიცე-პრეზიდენტისგან ირანის შესახებ. ტრამპმა თქვა, ჩემთვის ეს დროის კარგვაა. დროის დახარჯვა მათთან ურთიერთობაზე. ისინი მატყუარები და შეშლილები არიან. იქ რაღაც არასწორადაა. ეს ნაგავია, ავადმყოფი, სასტიკი და ძალადობრივი ხალხია.
ვიცე-პრეზიდენტმა ვანსმა გუშინ საღამოს ჯო როგანთან თქვა: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამერიკელებით და სხვა ქვეყნების ხალხით, რომლებიც ამბობენ, რომ ირანელებთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მაშ, როგორ უპასუხებთ ამ წინააღმდეგობებს? გაიგეთ, რომ ეს ამერიკელებს აბნევს ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებით. და მეორე კითხვა: ირანში სულ მცირე 6 ამერიკელია დაკავებული. პრეზიდენტი ტრამპი ამას გახდის პირობას, აუცილებელ პირობას ამ ქვეყნისთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, ისევე როგორც პოლიტპატიმრების საკითხის. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც ირანში დღემდე სჯიან სიკვდილით. რა თქმა უნდა, რაც შეეხება მეორე კითხვას, მე არასოდეს დავაყენებ წითელ ხაზს ამ პირობას პრეზიდენტის თანხმობის გარეშე. მე არ მომისმენია, რომ მას ესე თქვას. მაგრამ ცხადია, ამერიკელების უკან დაბრუნება, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი ან ძევლები არიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, აძერტილში, მისთვის კვლავ პრიორიტეტია და მან ეს გასული წლისა და ნახევრის განმავლობაში განსაკუთრებულად გააკეთა. ამერიკელები, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ პრეზიდენტის და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ძალისხმევით დაბრუნდნენ სახლში. ყველა პატივისცემით, რაც შეეხება კომენტარებს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის, თქვენ იღებთ მათ განცხადებებს ამ კონფლიქტის სხვადასხვა მომენტიდან. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს წინააღმდეგობრივი, შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ზუსტად ერთ აზრზე არიან ჩვენი ამჟამინდელი პოზიციის შესახებ ამ კონფლიქტში. ის ფაქტი, რომ თქვენ ხედავთ ირანის რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებიც მზად არიან შეთანხმებისთვის და სხვებს, რომლებიც ასე მზად არ არიან, აჩვენებს, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა წარმოუდგენლად ეფექტური იყო. რადგან ჩვენ გავანეიტრალეთ მათი კომუნიკაციის უნარი. ახლა ისინი ფრაგმენტულ სისტემად იქცნენ და აღარ არიან ის ძლიერი და მძლავრი ტერორისტული სახელმწიფო, რაც იყვნენ ამ ოპერაციამდე, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. ჩვენ გავაგზავნებთ ამ პროცესს და როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტი მათ პასუხს აგებინებს, როცა ისინი არ შეასრულებენ იმას, რასაც აშშ-ს ეუბნებიან. მაგრამ ის ყოველთვის ღიაა დიპლომატიისთვის ერთდროულად. მადლობთ, კეროლაინ, რა თქმა უნდა, შეგიძლია გააგრძელო. ჰუსიტების თავდასხმების ზრდასთან ერთად ჩვენ ვიხილეთ კომერციული მოძრაობის შემცირება ჰორმუზის სრუტეში. ჰორმუზი. ერთი ნამუშევარი მიმდინარეობს. რას აკეთებთ ახლა გასამარტივებლად? ჰორმუზის სრუტეში ნაკადის დაჩქარება და ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში ნავთობის ბლოკირების პრევენცია, რათა თავიდან ავიცილოთ ფასების ახალი ზრდა ნოემბრამდე. რა თქმა უნდა, ეს ორი განსხვავებული კითხვაა. ჯერ დავითხოვთ ჰორმუზის სრუტის ამჟამინდელი მდგომარეობით. ვიცით, რომ არსებობს პრეზიდენტის მიერ დაწესებული ბლოკადა იმ გემებისთვის, რომლებიც ირანის პორტებში შედიან ან გამოდიან. ეს სრულად განხორციელდა და ამჟამად ძალაშია. ბლოკადა ხელახლა დაწესდა, რადგან ირანმა არ შეასრულა თავისი შეთანხმება ბურჯივასთან. ამჟამად ბლოკადის მისიის შესრულებაში მონაწილეობს 10,000-ზე მეტი ამერიკელი მეზღვაური, საზღვაო ქვეითი და მფრინავი, 2 ავიამზიდი, 20 სამხედრო გემი და ათეულობით თვითმფრინავი. ბლოკადის პირველ 24 საათში აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ 2 კომერციული გემი გადაამისამართა და 1 შეუსაბამო გემი გააუქმა. სრუტა კვლავ ღია იმ გემებისთვის, რომლებიც კონკრეტულად ირანის პორტებიდან ან პორტებში არ მიემგზავრებიან, ხოლო ზევარას საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხო გავლას. საწოლთან დაკავშირებით ნავთობის ფასი დაახლოებით $80 ბარელზე ან კიდევ უფრო ნაკლები, სანამ აქ მოვიდოდი, ეს იყო მისი ღირებულება. ბენზინის ფასი დაახლოებით 60 ცენტით დაეცა გალონზე მას შემდეგ, რაც კონფლიქტი პიკს მიაღწია და პრეზიდენტი გულწრფელი იყო ამერიკელებთან. შეიძლება იყოს დროებითი შეფერხებები ნავთობის ბაზარზე, მაგრამ ის, რაც არ გვინახავს, იყო ის, რასაც ყველა პესიმისტი ამბობდა, რომ ნავთობის ფასები მასიურად გაიზრდებოდა, როგორც ბევრი აფრთხილებდა. ეს დიდწილად პრეზიდენტის ენერგეტიკული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელიც ქვეყნის შიგნით წარმოების გააქტიურებას ისახავს მიზნად, მაგრამ ასევე მთავრობამ სწრაფად მიიღო რამდენიმე ზომა ამ დროებითი შეფერხებების შესამსუბუქებლად. როგორც იცით, ჩვენ გამოუშვით ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან, გამოვიყენეთ ჯონსის 10-ის გამონაკლისი და მივეცით გარემოს დაცვითი შეღავათების საწვავებზე. პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა თავდაცვის წარმოების კანონი, რათა კალიფორნიაში ნავთობის წარმოება თავიდან დაეწყო. ამ მთავრობის სწრაფმა და მკაცრმა ქმედებებმა საკმაოდ სტაბილურ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ნავთობის ბაზარზე პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ფასები დაიწიოს და ამერიკელი მომხმარებლებისთვის სტაბილური დარჩეს კონფლიქტის დასრულებამდე. ამერიკელებმა უნდა დაიმახსოვრონ, რატომ აკეთებთ ამას, რათა ირანს ტერორისტულ სახელმწიფოს არ მივცეთ ბირთვული იარაღის მიღების შესაძლებლობა. ერბილში IBM მანევას ობიექტებზე თავდასხმით ისინი ემუქრებიან ამერიკელ პერსონალს და კურთისტანის რეგიონს, რომელიც ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში. რა არის თქვენი გზავნილი პასუხისმგებლებისისადმი და თქვენ კვლავ თქვენს ერთგულ მოკავშირეს გვერდით გახართ ახლო აღმოსავლეთში და სულ მცირე ეხმარებით მათ თავის დაცვაში. ვინ განახორციელა ეს თავდასხმა? ამბობთ, რომ ეს ირანმა გააკეთა.
ურდაბე, მგონი ამ საკითხზე უკვე ვისაუბრე ადრე, როცა ვთქვი, რომ ირანმა სამწუხაროდ დაარღვია სიტყვა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მისცა. ისინი ახლა იმ შედეგებს იმკიან, რაც პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში ნებადართულმა თავდასხმებმა გამოიწვია. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასავების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ დამოუკიდებელი არხი ვართ, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თქვენ ყოველთვის სიმართლით იყოთ ინფორმირებული. თქვენი დახმარება გვაძლევს საშუალებას საქმიანობა გავაგრძელოთ.